სალამი მეგობრებო, დღეს მივიდივართ MyFitness-ში. დღევანდელი დღე გარკვეულწილად განსაკუთრებულია იმ მარტივი მიზეზიდან გამომდინარე, რომ დღეს მექნება ბოლო ვიდეო უშუალოდ მატების და წონის შენარჩუნების ფაზის, რადგან უკვე გადავდივარ შრობაზე და რამდენიმე დღეში საკვების მომარაგების და დეტალურად დაწერის შემდგომ თუ რას მივიღებ და როგორ მივარჯიშებ, გადავდივარ უკვე cutting-ის ფაზაში ოფიციალურად. ვეცდები რომ უკვე შემდეგი ვიდეო სრულყოფილად იყოს cutting-ის ფაზის. ასევე ყოველდღიურად მინდა რომ პირველი 15 ან 20 დღე მქონდეს ყინულის აბაზანა და თუ შესაძლებელი იქნება გავაგრძელო იქამდე სანამ შევძლებ. პლუს კარდიო და მცირე ვარჯიშები. ეხლა შემცირდება ვარჯიშების რაოდენობა და 50 წუთზე ნაკლებსაც მოითხოვს და კარდიოს მოვახმარ დანარჩენ დროს. მინდა რომ ყველაფერი დეტალურად აგიხსნათ და განახოთ, როგორ იცვლება ჩვენი ყოველდღიური რუტინა, როდესაც ვართ შრობაზე, ჩვენი კვება, ჩვენი ვარჯიშები, ჩვენი კარდიო და ასე შემდეგ. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ამ საკითხებითაც ხართ დაინტერესებული. რამდენიმე ადამიანმა მომწერა, რომ მალე გადავსულიყავი ამ თემებზე. დღეს მაქვს კერდის დღე. წესით წინა ვიდეო იყო ხელების და ეხლა მიწევდა ზურგის დღის ჩაწერა. სამწუხაროდ დასავლეთში ყოფნის გამო ვერ მოვასწარი ჩამეწერა ეს ვარჯიშები. შევაფასებთ MyFitness. მადლობა ძალიან დიდი ვიდეოს ყურებისთვის. გამოიწერეთ არხი, მოიწონეთ ვიდეო, დამიკომენტარეთ, ნებისმიერი კითხვა, ნებისმიერი თემა, რასაც ისურვებდით რომ განმეხილა შემდეგ ვიდეოში და აბა დავეშვით. როგორც ვახსენე, დღეს მაქვს ბოლო დღე სტანდარტული ვარჯიშების. გადავდივარ შრობაზე. ვარჯიშებიც რა თქმა უნდა შეიცვლებ. მოდით კვილად დავიმახსოვროთ ეს ბედნიერი დღე და შემდეგ ავხსნათ როგორია მზადება შრობისთვის. წინაზე უფრო ნეგატიური შთაბეჭდილება დამიტოვა ამ დარბაზს მაღონდ, არ ვიცი რატო. ვიდეოსაც უყურებ ამოსვლის წინ და რაღაცები გამოსწორებულიც არის და თან ძალიან უფრო მომეწონა რა მარტივად რო თქვით. მივარდეთ 70 კილოს. როდესაც შენარჩუნების ან წონის მომატების ფაზაში ხარ, ცდილობ რომ მაქსიმალურად მეტი საკვები მიიღო, ცოტაზე მეტი, არა უშავს ხოლმე იქიდან გამომდინარე, რომ შრობაზე არ ხარ. შრობის დროს პირველ რიგში და ყველაზე მნიშვნელოვანი არის კვების კონტროლი. იმიტომ რომ ზუსტად იმდენი უნდა მიიღო, ცხიმა დაიკლოს კლება, შენ სტანდარტულ მისაღებს საკვებზე ნაკლები, თან მახში წყლები შედარებით მცირე რაოდენობით, რაც ენერგიაზე უარყოფითად მოქმედებს და შედარებით ცუდ ხასიათზეც ხარ. ამაზე უკვე ბევრჯერ თქვი, რომ კლების დროს დაახლოებით 200-დან 500 კალორიამდე დეფიციტია მიღებული. იცვლება ცილის რაოდენობა, იღებს შედარებით მეტს, იკლებს ნახშირწყლის რაოდენობა. შრობის და კლების დროს ყველაზე მნიშვნელოვანი ყოველთვის არის კვების კონტროლი. Okay, ამას მოვჩით. თუ
თუ შენი ორგანიზმისთვის საჭირო არის 2500 კალორია, რომ იგივე წონას დარჩეს. ყლების ამშრობის დროს უნდა მიიღო 2200 კალორია რა. აქედან 60% უნდა იყოს ცილა, იმისთვის რომ შეინარჩუნო კუნთის წონა და არ დაკარგო. მცირე რაოდენობით უნდა მიიღო ცხიმი ჰორმონალური ბალანსისთვის და დანარჩენი 35 შეიძლება მეტი პროცენტიც უნდა იყოს ნახშირწყალი. რომ გქონდეს ენერგია კარდიოსთვის, ვარჯიშისთვის და ზოგადად დღის განმავლობაში. ასევე ჩემი ერთ-ერთი რჩევა იქნება, რომ ულუფები გაყოთ 4 ნაწილად, 5 ნაწილად. მეტაბოლიზმის ნაწილზე ზოგიერთი კვლევა ამბობს, რომ აჩქარებს, რაც კარგია კლებისთვის. ზოგიერთი კიდე პირიქით იძახის, რომ რეაგირება არ აქვს. არც ერთი არ ამბობს, რომ მეტაბოლიზმზე უარყოფდა მოქმედებს. ულუფებად დაყოფა ზოგადად ჩემი გამოცდილებიდან გამომდინარე მადაზე მოქმედებს კარგად. როცა სამჯერ ჭამ მაგალითად და თან ისედაც ცოტას ჭამა გიწევს როცა კლებაზე ხარ, შუალედებში გშივდება ხოლმე რა. და სულ არ ვარ წაგძლიოს და ხემსი არ მოგინდეს და არ თქვა მოდი ეს ერთი ბურგერი ხელს რა შეუშლისო, ჯობია რომ ულუფებად დაყო. ამიტომ მე მაგალითად ყოველთვის შევუნები ჩემს მოსწავლეებს, რომ 4-ჯერადად მაინც დაყონ საკვები. წყალსაც ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, რადგანაც კარდიოს ვაკეთებთ და ენერგიის უფრო მეტად ხარჯვას ვცდილობთ, ცხიმის ცვაც გვინდა, სწორი რაოდენობით წყლის ზმადა მიღება ამ პროცესებს აჩქარებს და არეგულირებს რა. ეს რატო? მეორე ფაქტორი არის უშუალოდ ვარჯიში. მეორე მნიშვნელოვანი ფაქტორი, როგორც ვახსენე, არის ვარჯიში. თუმცა ვარჯიში უნდა დავყოთ ორ ნაწილად, ესენი არის კარდიო ვარჯიშები და ესენი არის სტანდარტული წონებზე ვარჯიშები. შეიძლება ახლა ძალიან გაგიკვირდეთ, მაგრამ წონებზე ვარჯიშები არის ყველაზე მნიშვნელოვანი ცხიმის კულტურის ვარჯიშებში. IT ვარჯიშები და კარდიო ვარჯიშები ეგეთი მნიშვნელოვანი არ არის. უბრალოდ ძალიან კარგია, როგორც უკვე ვახსენე, პულსის სისტემისთვის და მეტაბოლიზმზეც მოქმედებს გარკვეულწილად, მაგრამ ვარჯიშების 70% უნდა იყოს დარბაზში წონებზე ვარჯიშები. გირჩევთ მაგალითად პირამიდის პრინციპით, რომ ვიხვალთ, ყველა ვარჯიში გააკეთოთ, დაბალი წონა, მაღალი წონით. რაც შეეხება შემდეგ ნაწილს არის უკვე არაერთხელ ნახსენები ძილი. ძალიან მარტივად რო აგიხსნათ, დარბაზში ჩვენ ვცდილობთ, რომ ფორმები შევქმნათ. ზრდა და ცხიმის წვა უშუალოდ ხდება დასვენების. ყველაზე ხშირად კი ძილის დროს. თუ შენ არასრულფასოვანი ძილი გაქვს, იმ შედეგს, რისთვისაც დარბაზში იბრძვი, ვერასდროს ვერ მიაღწევ. ამიტომ 7-დან 9 საათამდე ძილი აუცილებელია ჩვენი ორგანიზმისთვის. თან სტრესის ჰორმონის შემცირებაზე ძალიან დადებითად ყლების დროს არა მხოლოდ ძილს, არამედ დასვენებასაც აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა. იმიტომ რომ ორგანიზმი დეფიციტშია ენერგიის მხრივ. ამიტომ ზედმეტი კარდიო ან ზედმეტად ენერგიის ხარჯვა იწვევს ზედმეტ დეფიციტს. მარტივად აღვხსნი რა, შეიძლება მე ჩემს მოსწავლეებს დავუწერო, რომელიც ითვალისწინებს კარდიოს და ვარჯიშებს, მაგრამ არ ითვალისწინებს ფიზიკურ დატვირთვას სხვას კვირაში 2-3 ჯერ. მაგალითად ფეხბურთის თამაშს ან სხვა.
და თუ ეს ინტენსიურად ხდება, ეს კალორიული დეფიციტი იმაზე მეტი იქნება, ვიდრე მე ვიცი. რაც საბოლოო ჯამში გადატვირთვასთან მივიყვანს ძალიან მალე. აუცილებელია ბალანსი. ფსიქოლოგიური ფაქტორი და мотиваცია, რომელსაც ყველაზე მეტად უთხოვს ხოლმე კლების კვება და რუტინა, ხშირად გიწევს ისეთი რაღაცების კეთება, რაც არ მოგწონს, მაგალითად ნაკლები ნახშირწყალი, რაც ენერგიობასთან მიგიყვანს, კვილეულობა და მსგავსი რაღაცები არ მიიღება. ასევე კარდიო, რომელიც ბევრს არ უყვარს და ზედმეტი ენერგიის ხარჯი, ასევე სტრესის ჰორმონის გამო არ არის მარტივი, იმიტომ რომ შედარებით მეტი რაოდენობით გამოიყოფა. და რა არის მნიშვნელოვანი ახლა რა? პირველ რიგში საკუთარ თავს უნდა აურჩიოთ ისეთი კვება, რომ ჩვენი გონება მუდმივად დარღვევაზე არ გვეჩალიჩებოდეს, რუგიში ჟარგონისთვის და ისე დაშორებს არ ეკეთებდეს, რომ ეხლა რო დავარღვევ ეს ერთი დღე არაფერს არ ნიშნავსო რა. იმიტომ რომ მე დისციპლინა ირღვევა და ისევ შენზე მოქმედებს ეს ყველაფერი. ასევე ეცადეთ, რომ დაისახოთ მიზანი, დაწეროთ რისი გაკეთება და მიღწევა გინდათ, ძალიან შველის ხოლმე მაგას რომ უყურებ და ყოველდღიურად ვკითხულობ, რომ ეს უნდა გავაკეთო. პლუს კვირაში ერთხელ აიწონეთ და ცხიმის ისკე გაიზომეთ თქვენს ორგანიზმზე. ყოველდღიურად არ ეცადოთ, იმიტომ რომ ყოველდღიურად წონა არ იცვლება. შეიძლება დასაწყისში კვირაში ერთხელაც არ შეიცვალოს, მაგრამ წესით 7 დღეში ერთხელ იცვლება. ამიტომ რომ ნახავთ შედეგს, მერე ბევრად უფრო გაგიმარტივდებათ. ასევე ძალიან კარგია ხოლმე კინოს აბაზანა, ცივი შხაპი, მედიტაცია, სუნთქვითი ვარჯიშები და კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია გასათვალისწინებელი, ძალიან ბევრი რამე არის დამოკიდებული გენეტიკაზე. მაგალითად, შეიძლება ჩემი სხეული გენეტიკურად მარტივად იკლებს მუცლის ცხიმს, მაგრამ არ იკლებს თეძუებთან ან პირიქით. ასევე შეიძლება ჩემი სხეული წონას რთულად იცვლის ან პირიქით. მარტივად იცვლის. ეს ყველაფერი დამოკიდებულია გენეტიკაზე, ორგანიზმის ტიპზე. თუ ჩემ ტელეგრამის არხს გამოიწერთ, იქ ბევრი მაქვს ამ საკითხზე ახსნილი და ასევე შემდგომ დღეებში მაგ საკითხებსაც ავხსნი და კლებასთან ასოცირებულ ბევრ საკითხს უფრო ჩავშლი. ამიტომ ყველაფერი არ დააბრალოთ მხოლოდ ვარჯიშს, ან იმას, რომ საკმარისზე მეც ჭამთ, არამედ გაითვალისწინეთ, რომ შესაძლებელია თქვენი გენეტიკა სხვანაირად მოქმედებს. რაც შეეხება მე რას გავაკეთებ, ამ საკითხზე ცალკე ვიდეო შევწერ ერთი დღე, მას შემდეგ რაც კლება დავიწყე და ვეცდები, რომ შემდეგი ვარჯიშები უკვე არა მხოლოდ დარბაზის, არამედ კარდიოსიც იყოს და ყინულის აბაზანიც და ასე შემდეგ და მოგაწოდოთ სრული ინფორმაცია ამ ყველაფერზე. პირველ რიგში რის თქმა შემეძლია არის, რომ კარდიოებს გავაორმაგებ, იმიტომ რომ მხოლოდ დარბაზში მოსვლის დროს ვაკეთებდი დაახლოებით 15 ან 20 წუთი. დავიწყებ ყინულის აბაზანას, წლის გვერდსა, შევცვლი ვარჯიშებს სრულად და რა თქმა უნდა კვება შეიცვლება. დავეშვათ და მერე ვისაუბროთ დარბაზზე. ძალიან ცოტა დრო დონში.
აუ მეგობრებო ძალიან ბევრი ვილაპარაკე ეხლა ვარ მეხუთე მისვლაზე და აღმოაჩინე რომ კამერა არ იწერდა მე კიდე ბედნიერი ვარ რომ ყველაფერი კამერაში მოვასწავლე ალბათ ეს ვარჯიში საერთოდ არ არის ჩაწერილი. მოკლედ ამ ხელით გავაკეთე. ამოწევები და ამ ხელით 5 მისვლა რადგანაც მხოლოდ ერთ ვარჯიშს ვაკეთე. ვისაუბრეთ შეფასებებზე. თუმცა ფაქტია რომ არაფერი არ შეუწერია. ეხლა ვნახავ ბოლოს რომელი შეფასებით დავასრულე. და გადავიდეთ მანქანაში და იქ დავასრულებ სამწუხაროდ ჩაწერილი არ მოხდა ჩემი ბრალი. კარგი მეგობრებო, ძალიან არ მინდოდა აქ რო ამეხსნა. მიყვარს ხოლმე რომ დარბაზში ვამთავრებ ხოლმე მაქსიმალურად, თუმცა არ გამოვიდა. პირველ პუნქტში ჰიგიენას რაც შეეხება. წინაზე რო ვიყავი აქ მოსული, ბევრად უფრო ნეგატიური შთაბეჭდილება დამიტოვა, თუმცა არ ვიცი, ეხლა აღფრთოვანებული ვარ. შეიძლება სულ დროს მოვედიან, სულ დღეს მოვედიან, რაღაცა მომხდარი იყო, მაგრამ ფაქტია რომ ძალიან ცუდი შთაბეჭდილება დამიტოვა და ეხლა პირიქით ძალიან კარგი. სისუფთავის მხრივ დაუწერ ალბათ 8-9 ქულასაც კი, მოდი 9 დაუწეროთ იმ მარტივი მიზეზიდან გამომდინარე, რომ შეძლების დაგვარად სუფთაა, ასევე ყველა სივრცეში არის ყველაფერი დალაგებული, ტრენერები სულ ცდილობდნენ რომ მიელაგებინათ. ამ გადმოსახედით ესეთი დარბაზისთვის სისუფთავე საკმარისად კარგი იყო. ეს. რაც შეეხება ტრენაჟორების რაოდენობას და ტრენაჟორების მდგომარეობას, რომელშიც ალბათ ყველაზე მეტად დავაკლებ იქნება რაოდენობა, მდგომარეობის ნაწილში კი გაცვეთილია ზოგიერთ ახალი ტყავი აქ გადაკრული, ზოგიერთ ჯერჯერობით არა, მაგრამ ისეთ მდგომარეობაშია რომ 8-იანს დაუწერ ადამიანი 8 ნახევარსაც დაუწერ მდგომარეობაში, უბრალოდ ამასაც იმიტომ ვაკლებ, რომ ზოგიერთი შედარებით გაცვეთილია, მაგრამ დიდად დასაკლები არ არის, თუმცა ბლინები არის ძველები, მე როცა ვიყავი მარტო ეგენი იყო სხვათა შორის და მაგანაც ძალიან ნეგატიური დამოკიდებულება და შთაბეჭდილება დამიტოვა, მაგრამ ეხლა ახლებიც არის დამატებული, თუმცა რა თქმა უნდა ძველებიც იქ არის. ხო, ეს და რაოდენობას რაც შეეხება, შევამჩნიე, რომ ფეხისთვის ძალიან ბევრი ტრენაჟორი აქვს. ანუ ბევრი არა, ძალიან ბევრი ტრენაჟორი აქვს. ზოგიერთი 2-2-3-3 და ძალიან კარგია, ფეხზე რომ მოხვალ, მოკლედ შეგიძლია რომ ალბათ რა ვიცი, თვეში ერთხელ ცვალო ვარჯიშები და 1 წელი გეყოფა, მაგრამ სხვა პუნქტებზე ტრენაჟორები იმდენი არ არის, რამდენიც უნდა იყოს რა. რაოდენობრივად 2-3 მაინც უნდა იყოს, იმიტომ რომ მოგეხსენებათ ზედატაც ბევრად უფრო ხშირად ავარჯიშებენ, ბევრად უფრო მეტი ადამიანი ავარჯიშებს და იმის გამო გიწევს ხოლმე, რადგანაც ბევრი არ არის, ზოგიერთ ტრენაჟორზე ლოდინი და ასე შემდეგ, მაგიტო დამავიწყდა ჩაწერაც რომ ველოდებოდი და მე ეთყობა მეგონა რომ ჩართული იყო ისედაც რა. ხო და მაგის გამო დაუწერ 7-ს, რომ ტრენაჟორების რაოდენობა არ მომეწონა. 7-ს მოუმატებ ისევ ერთ ქულას, იმიტომ რომ ამაზე მუშაობენ და წინასთ რომ მოვედი, მაგის მერე დამატებულია 2 ახალი ტრენაჟორი. შეიძლება ბევრი არ არის, მაგრამ ყოველ 2 თვეში ერთხელ 2 ტრენაჟორს თუ დაამატებენ, წელიწადში უკვე ძალიან დიდია რაოდენობრივად რა. ხო, რაც შეეხება მიმღებს. მიმღებმა ძალიან კარგი შთაბეჭდილება დამიტოვა, იმიტომ რომ ეხლა ბრენდს არ დავკვირვები ვარ, მაგრამ ერთ-ერთი ბრენდის ფიტნეს აქსესუარებიც აქვს და იყიდება, რაც მართლა სასიამოვნო იყო, იმიტომ რომ მარტო პროტეინი, კრეატინი და ენერგეტიკი არ არის მთავარი, ზოგჯერ აქსესუარებიც უნდა იყოს დარბაზში, რომ მე მაგალითად მინდა ყიდვა და არ მომიწევს სადმე წასვლა და დინამოსთან არ ვიარო და ასე შემდეგ რა. ან გამოწერა არ დავიწყო, შესაძლებელია რომ დარბაზში წიდოს. რამაც ძალიან კარგი შთაბეჭდილება დამიტოვა, ის დანამატები, რომლებიც საჭიროა, ყველა იყო თან ძალიან კარგი ბრენდების, ამიტომ მიმღებს მე მაგალითად ქულას საერთოდ არ დავაკლებ. და თუ რომელიმე MyFitness-ის წარმომადგენელი უყურებს ამ ვიდეოს, მადლობა იმისთვის, რომ ესეთი კარგი მიმღები გაქვთ. გადატვირთულობას და პირად სივრცეს რაც შეეხება,
აქ არის ორი უკიდურესობა რა. ზოგადად ეხლა ვიყავი ძალიან ცუდ დროს 7 საათზე, როცა ყველაზე მეტად არის გადატვირთული, მაგრამ დარბაზი საკმაოდ ცარიელიც იყო, არ ვიცი რატომ და როგორ, მაგრამ ისეთი შეგრძნება არ მქონია, რომ ზედმეტად გადატვირთული იყო დარბაზი, თუმცა ამის შეგრძნებას ამძაფრებს ხოლმე ის, რომ ზოგიერთი ტრენაჟორი ერთია, რომელსაც ბევრი ელოდება და იმის მიუხედავად, რომ ბევრი ხალხი დარბაზში თითქოს არ არის, მაინც გიწევს ლოდი. ამიტომ გადატვირთულობაში დაუწერ 8 ქულას. დარბაზის დიზაინს და განათებას ვერაფერს დავაკლებ, ყველაფერი საკმაოდ კარგია. გამწვანებაც აქვთ მცირე რაოდენობით, შავ ფერშია უმეტესწილად და ხის ფერში. მოსასვენებელი სივრცეა პუფებით. ძალიან მომეწონა შესასვლელში მაგალითად დადგმული აქვთ პალმები, რომლებიც ჩარგულია ქოთანში, რომელზეც MyFitness-ის სახელი წერია, რაც გარკვეულწილად სასიამოვნოც გია. მე ძალიან გამიხარდა, რომ ეს რო ჩაივლი, ნახავ რომ აქ არის დარბაზი. უბრალოდ კარი არ დგას, პლუს წინაზე ცოტა ჩახუთულობა იყო. ეხლა პირიქით ძალიან კარგი ტემპერატურაც იყო და ჰაერი ძალიან კარგად ტრიალებდა. ამიტომ ამ ყაზეც ქულას ვერ დავაკლებ, პირიქით. ძალიან მესიამოვნა. ნამუშევარი აქვთ რა, ნაფიქრი რო აქვთ, ეგ ძალიან სასიამოვნო არის. კიდევ დავამატოთ შემდეგი პუნქტი, რომელზეც ყოველთვის ყველაზე ის ვარ ხოლმე რა, აგრესიული, აქ იქნება ალბათ ყველაზე კარგად შეფასებული. 10-ს კი არა, 100-საც დაუწერ, შემინება რომ იყოს, 10-იანს პლუსით დაუწერ, იმ მარტივი მიზეზიდან გამომდინარე, რომ სამუშაო საათები აქვთ 24. ანუ მე 3-ზე და 4-ზე აქ არ მოსულვარ და არ დამიტესტავს, მაგრამ მარტივი მიზეზია ვიღოთ, მე როცა კარდიოს ვაკეთებ და კლებაზე ვარ, დილით დავდივარ ხოლმე უზმოზე. არ დავდივარ, უბრალოდ სწრაფი სიარულით დავდივარ და სამსახურამდე რო დავდიოდი ხოლმე, მიწევდა კიკვიძეში სიარული, რაც დისკომფორტი იყო, იმიტომ რომ ოქტომბერში და ნოემბერში მომიწია წინაზე კლება და ძალიან ციოდა, თან ბნელოდა. აქ რო ყოფილიყავი, შემოვიდოდი და გემრიელად ვივარჯიშებდი. სამწუხაროდ, ეგ ფუფუნება ყველა დარბაზს არ აქვს და ამის გამო MyFitness-ში ჩემი საყვარელი დარბაზების სიაში შევალ ყოველთვის. წინაზე რო ვიყავი, ყველაზე დიდი გაღიზიანება ჩემში გამოიწვია locker room-ება, რადგან ბევრისკარი არ ეხურებოდა, წყალის აშხაპეებიდან გამოდიოდა, არც ისე კარგი მდგომარეობა იყო ჰიგიენის მხრივ, სუნიც იყო გარკვეულწილად, მაგრამ ყველაზე კარგი ეს არის ამ დარბაზში და ყველაზე მეტად პოზიტიურად, იმიტომ ვარ განწყობილი, რომ ყველაზე სწრაფად თითქოს მოახდინა მეტამორფოზი. ეგ ნაწილიც კი გამოსწორებულია, რომ მივედი ყველაფერი ძალიან სუფთად იყო, მე უბრალოდ ფეხშოლები გამოვიდნენ და ჯუსტებით სველით და ეგ ცოტა დასველდა, მაგრამ ეგ არ ნიშნავს წყალი არ დგას, არ არის ისე როგორც წინაზე იყო და რაღაც მძაფრისუნი არ არის, კარებიც ყველა იკეტება, ერთადერთი რაშიც დავაკლებ და რის გამოც დაუწერ ალბათ 2 ქულით ნაკლებს და 8-ს დაუწერ, არის ის, რომ ჰიგიენა ცოტათი მეტით შეიძლება, თუმცა რატომღაც ვატყობ, რომ ეგ უფრო მომხმარებლების ბრალია და არა უშუალოდ სტაფის და მეორე იმის გამო დავაკლებ, რომ რაოდენობრივად უჯრები იმაზე ნაკლებია, ვიდრე უნდა იყოს, იმიტომ რომ დარბაზი არც ისე პატარაა და ბევრი ხალხია რა. გამოყოფილ სივრცეებში ქულას ვერ დავაკლებ, აქაც 10-იანს დაუწერ, იმიტომ რომ არც ისე ცოტა სივრცე აქვთ, შეიძლება დიდი არ არის ყველა სივრცე, მაგრამ მაქსიმალურად არის ყველა გამოყოფილი, პლუს ის ხალიჩა, რომელიც მე მიყვარს, ყველგან არის დაგებული, სადაც ვარჯიშობს ადამიანი და ტრენაჟორი არის და ჰანტელები, სარკეები არის ბევრგან და ასევეაც დაუწერ დამატებით სერვისებში, იმიტომ რომ მასაჟიც არის აქვს, ასევე იყო კრივის სივრცე, მცირედად და გამოყოფილი, ასევე იყო იოგას სივრცე, იყო აერობიკის სივრცე, კარდიო სივრცე, როგორც გითხარით, გამოყოფილია. მადლობა ამ დარბაზს. პირველ რიგში იმისთვის, რომ პლუს ტრენერებიც ძალიან კარგები იყვნენ და ყურადღებას ყველას აქცევდნენ, თან მეგობრული გარემო იყო უფრო. მეორე რიგში, იმიტომ რომ ესე მალე 2 თვის თუ 2 თვენახევრის განმავლობაში ესე შეიცვალა და დადებითისკენ, რა თქმა უნდა, დარბაზი ტრენაჟორებს რო ამატებენ მაგისთვისაც და იმისთვის, რომ 24 საათი მუშაობს. რაც იქნება ეს ქულები დაჯამდება და კუთხეში აქ დაიწერება და ჩვენ შევხვდებით შემდეგ ვიდეოში, რომელიც შედარებით განსხვავებული უნდა იყოს. ვეცდები მაქსიმალურად. და ლაიქე ვიდეო, გამოიწერე არხი და დამიწერე კომენტარის სახით
რა კითხვა გაქვს ფიტნესთან მიმართებაში და რაზე საუბარს ისურვებდი შემდეგ ვიდეოში. აბა თქვენიც.